კი ბატონო. პრობლემა მდგომარეობს რეალურად, რომ ამ ცვლილების პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში რეალურად აზრს კარგავს კულტურის და ძეგლდაცვის სამინისტროს მონაწილეობა ძეგლების დაცვის პროცესში, ვინაიდან ის არსებული რეგულაცია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს კანონმდებლობით და ითვალისწინებს ძეგლის სტატუსის მოხსნას იმ შემთხვევებში, რომელიც რეალურად დაკავშირებულია ძეგლის დაცვასთან და არა ძეგლის წინააღმდეგ სტატუსიდან გამომდინარე ბრძოლასთან, უკვე კარგავს აზრს. საქმე ის არის, რომ შემოდის ისეთი ბუნდოვანი და სუბიექტური შეფასების კატეგორიის მქონე ნორმები, როგორიც არის განსაკუთრებული შემთხვევები და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა. თუმცა კანონპროექტში არსად არ წერია, რას ნიშნავს განსაკუთრებული შემთხვევები და სახელმწიფოებრივი აუცილებლობა. შესაბამისად, ყველა ნებისმიერი კონკრეტული მოვლენა შეიძლება შეფასდეს მთავრობის მიერ როგორც განსაკუთრებული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის. და ყველაზე ცუდი ამ ცვლილებაში ასევე რაც არის ასევე ის, რომ რეალურად აღარ არის საჭირო კულტურის სამინისტროში არსებული იმ საბჭოს დასკვნა, რომელიც მინისტრისთვის ამზადებს შესაბამის დოკუმენტს და ასაბუთებს თუ რატომ უნდა მოიხსნას ძეგლის სტატუსი, ან რატომ უნდა მოიხსნას ძეგლის სტატუსი. ეს საბჭო თამაშგარებ მდგომარეობაში რჩება საერთოდ და რეალურად საჭიროა მხოლოდ სამინისტროს ფორმალური თანხმობა ასეთ შემთხვევაში, რაც ცხადია რთული მისაღწევი არ არის. სამართლებრივად პრობლემა ასევე ისიც, რომ ინიცირების უფლება თუ რატომ უნდა მოიხსნას ძეგლის სტატუსი ეძლევა საკმაოდ ფართო, თქვათ, უწყებათა წრეს. კანონპროექტის თანახმად ინიციატივის უფლება აქვს ყველა იმ სუბიექტს, ვისაც შეუძლია მთავრობას სამართლებრივი აქტის პროექტით მიმართოთ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში შეიძლება ერჩვენია დღეს სიტყვაზე რომ ვთქვათ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ან ტოლთა და განსახლების სამინისტრომ ნებისმიერმა მათგანმა ჩათვალოს, რომ რომელიღაც შენობას უნდა მოუხსნათ ძეგლის სტატუსი. მოახდენენ ინიცირებას აი ამ დადგენილების სამართლებრივი აქტის პროექტის და მთავრობა უფლებამოსილი ამ შემთხვევაში უკვე სტატუსი მოუხსნას, რაც ცხადია აბსურდულია ასეთ შემთხვევაში. მეორე პრობლემა სამართლებრივი არის ის, რომ კანონი, რომელშიც ცვლილება შედის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კანონის პირველივე მუხლში წერია ნათლად. კანონის მიზანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ეს ცვლილება, რაც ამ შემთხვევაში არის მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული, რეალურად არ უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პირიქით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა. და რეალურად აბსოლუტურად შლის იმ დიაპაზონს, რაც დღეს არსებობს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მთლიანობაში საკმაოდ რთული პროცედურაა, როგორ მივანიჭოთ ამა თუ იმ ობიექტს ძეგლის სტატუსი. აქედან გამომდინარე, გამარტივებული ფორმის სტატუსის მოხსნა ბუნებრივია პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანონის მიზნებთან და ამიტომაც არის, რომ საკმაოდ თქვათ სერიოზული მცდელობა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ზოგადად მოქალაქეების, რომ ეს საკითხი არ იყოს საბოლოოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებული. დარღვევასთან დაკავშირებით პრობლემაა ისიც, რომ პარლამენტმა რეგლამენტის დარღვევით მოახდინა კომიტეტებში განხილვა და წამყვანი კომიტეტი ეს იყო განათლების და მეცნიერების კომიტეტი და რეალურად ამ კომიტეტმა დაარღვია რეგლამენტი, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომელსაც ასევე ევალება ამ საკითხის განხილვა, უცნობია დღის წესრიგი რას აპირებს, როდის აპირებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ასე იყო და ცუდი ის არის, რომ კულტურის სამინისტროს პოზიცია არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც ძეგლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, ვინაიდან ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე ტიპის ოქროშუალედის პოვნა, რომელსაც მინისტრი იმედოვნებს, რომ ოქროშუალედი იქნება ნაპოვნი. ოქროშუალედზე მინისტრს უნდა ეზრუნა მანამ, სანამ ეს კანონპროექტი ინიცირება მოხდებოდა და განხილვა იყო მთავრობაში. ის გარემოება, რომ მინისტრი ახლა აფიქსირებს პოზიციას, თავისუფლად შეეძლო თავისი თუნდაც არამკვეთრად დადებითი პოზიცია მთავრობაში განხილვის დროს დააფიქსირებინა და არ დაეჭირა მხარი ამ კანონპროექტის, ამ ინიციატივის კანონპროექტად ქცევაზე. რა თქვენი გეგმები, გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ მოვახდინეთ პეტიციის ინიცირება, ამ წუთში 850-ზე მეტი ადამიანი და 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს ამ პეტიციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალ ან ორშაბათს ეს პარლამენტს და შესაბამის ადრესატებს სამინისტროს კულტურისას მივაწოდოთ ამ პეტიციის ამობეჭდილი ვერსია და უთხრათ რეალურად, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ ვართ 1 და 2 ადამიანი და 1 და 2 ორგანიზაცია და აუცილებელია, რომ ეს საკითხი ფართო დისკუსიების და განხილვების საგანი გახდეს, ვინაიდან არც ერთ ექსპერტს, არც ერთ სპეციალისტს, ვინც ამ დარგში მუშაობს, მონაწილეობა არ მიუღია ამ პროცესში და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა და მის მიერ ინიციირება ცხადია ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, რადგან სინამდვილეში ამ ინიციატივის უკან. პეტიციის თქვით ინიციირების არსი იმაშია, რომ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეს გახდა ცნობილი ჩვენთვის და როგორც თბილისის სამქარმა, ასევე საემ ერთობლივად გავაუცელეთ თავის დროზე ჯერ კიდევ განცხადება, თუ რატომ იყო მიუღებელი ეს კანონპროექტი, ამის მიუხედავად არ იყო მკვეთრი რეაქცია სამინისტროს მიერ, თავთვალეთ, რომ უპრიანი იქნებოდა
უფრო ფართო საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში და გამოკვეთილი ყოფილიყო კონკრეტული ადრესატები, ვინ არიან, თქვა, ვინც ამაზე უნდა გასცეს პასუხი. ეს არის ეკონომიკის სამინისტრო ერთი, ვინც უნდა თქვა სინამდვილეში რატომ ხდება ინიციირება და პრინციპში სამინისტრომ თქვა რატომაც ხდება ეს რეალურად. ეს არის კულტურის სამინისტრო და ასევე არის დაცვის სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის, ვინც რეალურად უნდა თქვას თუ რა საფრთხეების შემცველია კულტურული მემკვიდრეობისთვის ამ ფორმით ამ ცვლილების მიღება და ეს არის პარლამენტი, ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი და არ უნდა დაუჭიროს რატომ? იმიტომ რომ რეალურად პარლამენტმა არ იცის მხარდაჭერის შემთხვევაში სინამდვილეში რას უჭერს მხარს. შესაძლებელია ხვალ 10 მილიონის გამო მოუხსნან რომელიმე სტატუსის, ზეგ 100 მილიონის, ან რაღაც ერთჩვენიერ დღეს უბრალოდ ჩათვალონ რომ უნდა მოუხსნან სტატუსი და მეტი არც არაფერი. ეს არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და უცნობი. რაც შეეხება ხელმოწერებს, 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს პეტიციას ამ წუთისათვის და 850-ზე მეტი კერძო პირი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მუდმივად იზრდება 2 დღის განმავლობაში არის ეს ხელმოწერები შებრალებული. ჩვენ ვფიქრობთ რომ უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში შეიძლება იყოს უკვე ხვალ, შესაბამის უწყებებს ეს სია მივაწოდოთ და უთხრათ რომ რეალურად დაიწყოს ფართო დისკუსია, შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა და რაღაც საერთო გზა მოვძებნოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ იყოს, ვთქვათ, გადაწყვეტილი ისე, როგორც ამას ფიქრობს მთავრობა ამ წუთში. მეტი კერძო პირი. პეტიციას ქვია, პეტიციის სახელი არის კულტურული მემკვიდრეობის კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული პეტიცია. ამას წარუდგენთ როგორც პარლამენტს, ასევე კულტურის სამინისტროს, შესაბამის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის.